ქართული ოცნების რეჟიმის ახალი მხილება მრავალწლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კაბელების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს დავა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას მის თანამშრომლებს გაფლანგვას ედავებოდნენ, სააპელაციო ინსტანციაში კი ბრალდების მუხლი ისე შეიცვალა და მოსამართლემ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ ამის შესახებ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი. ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი გვეტყვის თუ რატომ იყო ეს საქმე პოლიტიკური დევნის მაგალითი და კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაშინ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ვესაუბრეთ გიზო ღლონს, რომელიც იყო ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, დანარჩენ 4 ადამიანთან ერთად და ყველანი ისინი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. თავად ბატონი გიზო ამბობს, რომ მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დადგებოდა და რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა და დაადგენდა, რომ მე-6 მუხლი დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი. მისი თქმით 10 წლის წინ საზოგადოებისათვის იყო რთულად აღქმადი, რომ მაშინ სწორედ დაიწყო ქართულმა ოცნებამ პროდასავლურ და პროევროპულ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა მისი თქმით ეს ყველაფერი დღეს ნათლად დადასტურდა და ასევე ის ამბობს, რომ მაშინ ეს პროცესიც ნათლად მიუთითებდა ქართული ოცნების რუსეთთან დათმობის პოლიტიკას. ერთადერთი სიმართლე იყო ის, რაც ახლა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო. ასე რომ სხვას ვერ ცმელოდით და ვერც იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან უკვე ნათლად ჩანს თუ რა იყო თავიდან 10 წლის წინ ცოტა საზოგადოებისთვისაც ძნელი აღსაქმელი იყო თუ რა ხდებოდა, როგორ იყო და ეხლა უკვე თვალნათლით გამოჩნდა, ანუ პირველ რიგში ის რომ პირველი დარტყმა ფაქტიურად ქართული ოცნების ევროპულმა ფლანგმა მიიღო. მაშინ ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი და თვითონ ირაკლი ალასანიას სახით და მოხდა ამ ჯგუფის ასე ვთქვათ განეიტრალება და პლუს კიდევ რუსეთთან მიმართებაში გარკვეულწილად რაღაც დათმობის პოლიტიკა, რომ ჩვენი სამხედრო სიძლიერე გაცილებით დაბალ დონეზე ყოფილიყო. საკმაოდ ძლიერდებოდა ქართული შეიარაღებული ძალები. ის რაც ჩვენ ამ პროექტით გავაკეთეთ, იყო ფუნდამენტი, რაც შემდგომ უნდა გაკეთებულიყო აი საფრანგეთში თავდაცვის სისტემა, საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დამონტაჟებით. ის იყო და მეორე ეტაპი. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ის იყო პირველი ეტაპი. მაშინდელმა მინისტრმა და გუნდმა, რომელიც იყო თავისუფალი დემოკრატების სახით, პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს ნიშნავს კურსის ცვლილებას. ზუსტად კაბელების სახით დაიწყო ეს ყველაფერი და მოვიდა აი დღევანდელ დღემდე რა სიტუაცია არის დღეს საქართველოში. მაშინ ანუ 2014 წელს თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ალასანია და ამ ადამიანების დაკავებას წინ უსწრებდა მისი ვიზიტი საფრანგეთში, სადაც მას ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა და ერთი დღით ადრე მას დაურეკეს ხელისუფლების წევრებმა ქართული ოცნებიდან და გააფრთხილეს, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. ამის მიუხედავად ირაკლი ალასანია მეზნაბიჯი მაინც გადადგა და სწორედ ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი და დაიწყო კიდეც ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე. მაშინ, როდესაც ეს განაჩენი გამოიტანა თავდაპირველად საქალაქო სასამართლომ და მერე უკვე სააპელაციომად, თავისუფალი დემოკრატების და ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები ამბობდნენ და ღიად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ეს იყო მათთვის მიუღებელი და რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები იყვნენ და ყოველად უსამართლოდ დააკავეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა ფაქტია, როგორც ჩანს, შეიცვალა წლების განმავლობაში პოზიცია და მაგალითად ირაკლი ჩიქოვანი დღეს თავდაცვის მინისტრი არის, ასევე ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი ზურა აბაშიძე ახლა არის საკრებულოს წევრი. ჩვენ ვთხოვეთ, სურდა რომ შეეფასებინა მას სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუმცა იმ მომიზეზებით და იმ მოტივით, რომ ის შეხვედრაზე იმყოფებოდა, მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი საერთოდ ტელეფონსაც აღარ უპასუხა. ეხლა ვერ საუბრობ უკაცრავად და ცოტა ხანში დააბერეკეთ რაღაც შეხვედრაზე ვარ ბოდიში. ყველამ თავის საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და
ყველამ შეხედოს თუ რა იყო მაშინ, რა არის ეხლა. შეიძლება რაღაც ცვლილება განიცადა თვითონ მათმა მსოფლმხედველობა, მაგრამ მე მგონია რომ ალბათ მაშინ სწორ ვერსებში იდგნენ და სწორ პოზიციაზე იდგნენ იმასთან, რომ მაშინ იდგნენ სიმართლის მხარეს. ეხლა უკვე სხვა არჩევანი გააკეთეს და ნუ ზოგადად მე ერთი წამს ვაფია ცხოვრებაში და პირველად როგორც მიცხოვრია, რომ ადამიანი როდესაც ერთ მიმართულებაზე გახარ, ხო? იმ პოზიციაზე უნდა იდგე თავიდან ბოლომდე. ესაა სიმართლე. ჩვენ პოლიტიკაში, პოლიტიკურ სპექტრში სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევებია, როდესაც პარტიებს იცვლიან და პოზიციებს იცვლიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-6 მუხლი კონვენციის მე-6 მუხლის რამდენიმე პუნქტი არის დარღვეული და პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ დავით ჯუღელს, რომელიც იყო ამ საქმის გამხილველი მოსამართლე პირველ ეტაპზე, თუმცა მან ჩათვალა, რომ არსებითი განხილვა ამ საქმის არ უნდა გაგრძელებულიყო და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება, თუმცა მანამდე ვიდრე ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორც თავად ყვება, იყო გარკვეული ზარები, ასევე გარკვეული შეხვედრები, რომ მას მიეღო ქართული ოცნებისათვის მისაღები გადაწყვეტილება და არა მხოლოდ გაფრთხილება ან მოთხოვნა, არამედ იყო მუქარა და ის ასახელებს რამდენიმე ადამიანს, ვინც მაგალითად შემოუთვალა თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. საუბარია უზენაესი სასამართლოს მაშინდელ ხელმძღვანელზე გვენეტაძეზე, ასევე იგი ახსენებს ფარცხალაძეს, რომელიც იმ მომენტში არ წარმოადგენდა მას არ ეკავა რაიმე კონკრეტული თანამდებობა და ასევე ამბობს, რომ არა უბრალოდ მუქარა ან მაგალითად დაწინაურების შეთავაზება, არამედ იყო შვილის გატაცების მცდელობაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მან მაინც ჩათვალა, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც ერთ-ერთი მაგალითად ქონდა ბრალდებას ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა დაერთო საქმეში მტკიცებულებად და მან მისი გადაწყვეტილებით ეს საქმე შეწყდა წინა სასამართლო განხილვაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება მერე გასარჩევდა სააპელაციოში, თავიდან დაიწყო საქმის განხილვა, პირველ ინსტანციამ ისინი დაადანაშაულა გაფლანგვაში, შემდგომ უკვე ისევ გაგრძელდა სააპელაციოში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. და კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ასევე იურისტებიც ამახვილებენ, არის ის, რომ ის უზუსტებები, რომელიც მაგალითად გამოვლინდა პირველ და მეორე ინსტანციაში, როდესაც ეს ადამიანები დაადანაშაულეს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მაშინდელი, ნუ ამჟამად უკვე ყოფილი, უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არც კი მიიღო განხილვაში ეს საქმე, თუმცა ფაქტია, რომ მოსამართლე ერთ-ერთი ამ საქმის ამბობს, რომ ეს და ადასტურებს, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა ზოგჯერ თხოვნის სახით, ზოგჯერ მუხარის სახით, პოსტყიდვის სახით იყო, რომ ზუსტად ის გადაწყვეტილება მიგვიღო, რაც პროკურატურისთვის სასურველი იყო. იყო შემოთავაზება ფულადი სახითაც ამავდროულად ადამი მთავრდებოდა და დანიშნაზე პირდაპირ უზენაეს სასამართლოში უადოდ გამწესება და სხვა სახის ბენეფიტი, რაც კი რისი სურვილიც კი გამაჩნდა. უზენაეს სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარესთან. კი. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და ამ შემდეგ. არა, საქალაქო. ფარცხალაძე არც პროკურატურას წარმოადგენდა, არც სასამართლოს, გესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელით. ხავნის შემდეგ ეს იყო პირდაპირ მუქარაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა დაკავება, შემდგომი მუხარების წერილები ეს იწერებოდა ჩემი მეუღლის მეილზეც, მანქანაზეც ხდებოდა საქარემინაში
და ბოლო იყო ეს მცდელობა ბავშვის გაყვანის სკოლიდან. ის ფაქტი, რომ ევროპული კონვენციის დარღვევა არის დადგენილი კონკრეტულ საქმეზე, არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ამ საქმეში იყო გარკვეული პოლიტიკური ასპექტები და პოლიტიკური მოტივები. ეს არის შესაძლებლობა ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოების, რომელიც შეიძლება გახდეს გადასინჯვის საფუძველი, მათ შორის გამოტანილი გადაწყვეტილებების. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი, რომლის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმსაჯულებას და სისხლის სამართლის პროცესს საქართველოში აქვს სერიოზული პრობლემები და გვაქვს სისტემური პრობლემები. კაბელების საქმე იყო პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი, პოლიტიკური დევნისთვის ტყვეები ყავდა. ივანიშვილის მთავრობას აყვანილი ტყვეობაში ადამიანები დაყოფებდა უკანონო პატიმრობაში. მე მაშინ მას უწოდე, რომ ეს ადამიანები არიან ტყვეები თქო და ამ კაბელების საქმე უკვე პირდაპირ ღიად დაიწყო ვექტორის ცვლილება რუსეთისაკენ და ეს ნათელი იყო და ამ საქმის შესახებ ყველა მიცის ბუნებრივია რა და როგორ იყო, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არ არის სამართალი, ამ საქმეზე სამართალი არ ყოფილა, სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნა დარღვეული და ეს ადამიანები უკანონოდ იქნენ გასამართლებული. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე 5 ადამიანი იყო დაკავებული და მათ პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ადამიანები დამნაშავედ ცნო სასამართლომ, რომ მოგვიანებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს ისინი შეიწყალა, თუმცა აქ მთავარი არის სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ მათ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს საქმე და სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებაც უფლებადამცველებისა და იურისტების შეფასებით ნათლად ადასტურებს იმას, რაზეც მრავალი წელია ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და რომ ის უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.